ვინოთ აქ არის პატრონეში, ჩვენი და თქვენ საყაროში გასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელმწიფო ფონდი. მინდა რომ ჩავიკითხო, რომ ისოდეს ყველა. რექტორს ყავს 5 თანაშემწე, 3 მრჩეველი, 2 კონსულტანტი, 3 მოადგილე, რექტორის მოადგილის თანაშემწე და კონსულტანტი 2, აკადემიური საბჭოს სამდივნო 5. ჯამში ეს არის 21 ადამიანი. დასაჭიროა, ამდენი ადამიანის მომსახურება და მაშინ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ფონდი შეადგენს 42,275 ლარს. აი ეს თანხა იხარჯება საშუალო თვეში. ეს არის ძალიან რაც წაიკითხეთ ეს 21 რექტორის თანაშემწე მრჩეველი კონსულტანტი ეს არის 2015 წლის აპრილი. შემდეგ ჩვენ შესაბამისი რეორგანიზაცია გავაკეთეთ და დღეს პრომარიობით შემიძლია გითხრათ, რომ რექტორს ყავს 2 მრჩეველი, 2 თანაშემწე და 1 კონსულტანტი. ეს არის სწორედ იმ შემცირების ხარჯზე გაკეთება ფონდის შემდეგ. აი აქ მაქვს 2015 წლის მარტის მომარე უკვე 19 ადამიანი. ეს არის ჯამში მარტო რექტორთან კი არ არის. გასაგებია, აი აქ 3 მრჩეველი, 1 მოადგილე, 3 აქედან გამომდინარე რექტორის მოადგილეები შედის ეს არის. კიდევ ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა. თვითონ თქვენამდე ამ ადამიანების რაოდენობა ან იზრდება, ან მცირდება. ან სხვადასხვა ადამიანები მოდიან, მიდიან, ან ახდება ეს რისგან არის ამიტომ. სხვადასხვა ადამიანი აი ყოველი თვის განმავლობაში რაოდენობა შეგვიძლია ჩავხედოთ იზრდება. მცირდება, იზრდება. ეს არის იმის და მიხედვით, აი მაგალითად ზოგიერთი ადამიანი ხდება ჩანაცვლება, ზოგი მიდის უნივერსიტეტში და ზოგი გადადის სხვა სამსახურში. ეს ადამიანი. აი ბინაშვილი გიორგი 6619 ლარი. ადამიანი, რომლის მოვლეობაც არის, რომ გააკონტროლოს Facebook-ი და მოგეცნოთ გაზური ინფორმაცია. არის 6619 ლარი. დახარჯული. აი ამ ადამიანზე, რომლის პასუხისმგებლობის საკითხის ამისთვის წინას გავსვით და კარგად იცით ეს ადამიანი რას ემსახურება და რას აკეთებს. როცა უნივერსიტეტი აი ამ ადამიანის მხოლოდ მივლინებაზე ხარჯობს 6619 ლარს და ჩვენ კარგად იცით აი ეს თვითმმართველობას გადრეში ჩავარდა იმის გამო ეს 24,000 ლარიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელზეც თქვენ გქონდეთ მოწერილი და საბოლოო ჯამში აი ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ გააგებულებაში არიან, ამ 2015 წლის განმავლობაში 600,000 არამდე დახარჯეს. ფიქრობ, რომ ჩვენ კი არ ვართ ამ დაშავები, აი ეს არის დანაშაული. ჩვენ კი არ უნდა მოგთხოვოთ ეს პასუხისმგებლობა, უნდა მოითხოვოთ თქვენგან. და ამაზე მინდა რომ აი კარგად ვიპასუხოთ ჩვენს და იმ სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა. მადლობა, რაც შეეხება მივლინებებს, ყველა მივლინება არის ოფიციალურად გაფორმებული, ყველა მივლინების შემდეგ იწერება ანგარიში, რომელიც არის ჩაბარებული და ოფიციალურად არის. ეს დოკუმენტები ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის მიერ შემოწმებას. რაც შეეხება ბენაშვილის მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში, ნაწილი ფინანსდებოდა ფაკულტეტიდან, სადაც ის იყო წარმოდგენილი, ნაწილი ფინანსდებოდა ცენტრალური ადმინისტრაციის ხარჯზე, მაგრამ ყველა დოკუმენტი მეგობრებო არის, ყველა მივლინება არის დოკუმენტურად დადასტურებული. დოკუმენტი ერთია ბატონო, მაგრამ მიზნობრიობა ხო მეორე, იქნებ უკეთესად შეუძლია ვინმეს ან და ადრეებს ქონდა კითხვები დღესაც ხო. რა პრინციპით არის ეს ადამიანი? საერთოდ ვინ არის გიორგი ბენაშვილი? რა უნდა უნივერსიტეტში? როცა კონფერენციაზე იგზავნება ესაკურის თანამშრომელი, მასზე მოდის პერსონალური მოწვევა, არა ზოგადად მოწვევა, არამედ პერსონალური კონკრეტულ თანამშრომელი. და ყველა მივლინება არ ფინანსდება და ყველა მივლინება არ გაიგზავნება. მე მესმის რასაც იცახით, მაგრამ ეს ყველა მივლინება, რომელ პიროვნებაზეც უნდა იყოს, არის მიზნობრივი, როცა მასზე პერსონალურად იყოს. ბატონო ვლადიმერ, სულ არის ამ გიორგი ბენაშვილის შეკითხვა. ერთ შეხვედრაზე მაინც რომ თქვენთან ერთად დაისურვოთ და თქვენ არ მოგიწიოთ მისაღებად შეკითხვაზე პასუხი. ბატონო, მე ფიქრობ არანაირად გასაიდუმლოებული პიროვნება ის არ არის.